მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო. მოგესალმები რუსთავიორის არაჩვეულებრივ მაყურებელს. რუსთავიორი და რუსთავიორის იუმორისტული გუნდი წარმოგიდგენთ ყველაზე სახალხო, ყველაზე სახალისო, ყველაზე იღბლიან გადაცემას გაცინე და მოიგე. მე კი მისი წამყვანი ზურა ნიჟარაძე გახლავართ. შემოკარგებოდა ჩემო საყვარლებო, ვისაც გსურთ მონაწილეობის მიღება, ძალიან გთხოვთ უყურეთ რუსთავიორს და კერძოდ გადაცემას გაცინე და მოიგე. ჩვენ დავანონსებთ კასტინგებს, ჩვენ მობრძანდებით, ითამაშებთ და მოიგებთ, თუ ეს არის. ამიტომ გელოდებით, გელით, გაშლილ ხელით. რა თქმა უნდა, ფული ბევრი გვაქვს. ამიტომ ჩემო საყვარლებო, მობრძანდით. ეხლა მე მარტო ვარ ვიყბედო, რა თქმა უნდა, ჩვენ უსაყვარლეს ჟიურის უნდა ვუხმო სტუდიაში. და ვინ თუ არა, იაკობ ჩაინიკ ჩაკო ბარათელი. ჩავაგებოთ ტაშით. გვიანებს ინაღამ წავიქეც. ინაღამ წავიქეც მოიხსენთ ეს სათვალე. ჰა? სათვალე სიბრელე ხო არისო გულისებში? სათვალე როგორ მზესავით ბიჭი ხარ და მზის სათვალე. ხონდა კარგი. უბრალოდ მე მიყვარს ხოლმე როცა სიფრიფანა სათვალე მიგეთია. აი, შენც დამიშალე სათვალე. იქეთ ჯაბანა მიშლის და მოიხსნი. ასე რომ იყოს შეიძლება. მე არ ვიცი, ოპერატორებს და დემონტაჟერებს უნდა გითხო. არა, ზოგს შავი ხუმრობა უყვარს და ეს ცოტა იმათა. შავი სათვალეა და შავი ხუმრობაც არის შესაბამისი იქნება. თან იმისი არის ხო ძველი ხუმრობა როა შენს ხურებასო სვარკის ხურება მირჩევნიავ და ერთი შემოვა ახლა მაგნაირი. და შემოსვლაზე გამახსენდა შოთა რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი ლეგენდარული პიროვნება მალხაზ კრიშვილი. ლეგენდარული პიროვნება. ახლა როგორ დაგახასიათებ მალხაზ? გამარჯობათ ხალხო, მიყვარხართ, მოგესალმებით ყველას. როგორი განწყობა გაქვს მალხაზ? კარგი, გადასარევი რა, კობას რო დაინახავ შენ შემოგევლე. ლეგენდა მოვიდა. ლეგენდა მოვიდა კაცო. ლეგენდა. როგორ აი სიმღერა რო შენზე? გადასარევი ხასიათზე ვარ, გადასარევი. ჩვენიერი მომენატრეთ ყველა და დავიწყოთ სასწრაფო. შენზე როგორ აი სიმღერა? ლეგენდაზე. ლეგენდაზე როგორ აი შენზე რო სიმღერა? რა სიმღერაა ჩემზე? რაღაცა იღოვა და რა ლეგენდა, ასე და ერქვა მალხაზი, ასე და ერქვა. ლეგენდა მალხაზე და ლეგენდა როგორ ეთქობა მზიურის გაზდილი რო. შენ ხარ ლეგენდა, მე ვარ მითი. ხო, მე საძვიوار რა. ახლა მინდა ანდაზა მოვიყვანო. ანდაზა ახლა შემოვა ანდაზა. ანდაზა. და ვინ თუ არა რუსთავიორის პრაიმ ჰაუსის გამარჯვებული ჩვენი დიასა. შემოვიდა სტუდიაში. აბა მოგესალმებით. როგორ ხარ დიას? ფანტასტიკურია. თავად როგორ გიგითხო პატიცემული. ანდაზასა. არა, ეს კობა რაღაცა სტილზია დღეს. სათვალეები რაღაცა. ეს იგავარაკში გა. ეს იგავარაკში. იგავარაკი. ხო. იგავარაკში. რაღაც მაფიოზი ვითარდეს. კარგი ამბავი. დიას არის პოზიტივი ადამიანი. იხარეთ მთელი ცხოვრება. მოგესალმებით. ამიჯექი აქ. ზოგ-ზოგი ერთებისგან განსხვავებით. კობა აბა იწყებ უკვე კობა. ვისგან იწყებ? მე არ ვიცი. კობა რაღაც შემართებით არის დღეს და მომწონს. დღეს ლიტერატურული გადაცემა თითქოს შედგა. მე მინდა რომ სტუდიაში მოვიწვიო ლირიკა. ლირიკა. ეს არის ლირიკა, ხალი მშვენიერება და სხიმომფინარი ჩვენი აბა ლალი დოდიგაშვილი. მადლობა, კარგად. თქვენ როგორ გიკითხავთ? კარგად. მოგესალმებით ყველას. ლირიკა, როგორც ლირიკა, ისეთი გოგო ხარ რა. გადასარევი. კარგი ამბავი. გადასარევი. შეიძლება და რაღაც მეთქვა. უკაცრავად რაღაც სევდიანია, რატო? მე დღეს როგორ გეკადრებათ? პირიქით. ნამდვილად პირიქით. კობა ხوار გაწყენინა რა. გითხარი ლალიტო, გითხარი. არ არსებობს. კობა მე ვერ მაწყენილებს და არც მაწყენილებს. გარი ლირიკა კი არა, პოეზია მთლიანად. პოეზია. ყველაფერი კაია, ყველაფერი. შეგონების მუზა. ეხზე რო არ ადექით? მე არა შეგონების, შთაგონების. დაბძანდით. აბა, როგორ ხარ? არა, მაინც უფროსი რა შემოდის ფეხზე უნდა. კი ბატონო. კარგია. გაიგე რა ხდება ხო?
კარგია. ყობა რაღაცა მონდომებულია დღეს. აქტუალად არ გამიგე, ოღონდ. არა, რას ლაპარაკობ? ასაკით უფროსი ვიგულის. რა თქმა უნდა. რაღაც მივხვდი. აი ამ პერიოდში დაკაცდა რაღაცნაირად. გაიზარდა. გაიზარდა. მომწიფდა. წვერიც კი გავიპარსე. ვერიც კი გა. ახლა როგორ არის? ახლა მე მგონი სამი ერთზე გამოდიხარ. თუ როგორ არის? ესე გამოვიდა რაღაც. ყობა მითობიდან შეიძლება გადაინაცვლოს ვერლინბრამდე. ბეჭედი მიკეთია ხოთაშორის მარჯვენა ო, ხაზზე. ეხლა შეგეცნი ბეჭედი. და მიწყოთ არ დავიწყო. ამ საღამოს რასაკეთებ მე რო ისიგვიძებ და არ დავეჭოთ ეგეთი რაღაცები. აი ბეჭედი. კი ბატონო. ყობა მომზადებულია ყველანაირად. ოქროს ბეჭედის ყველაფერზე აქვს პასუხი. კი ბატონო. და ყველას მეცადინეობდა ხოთაშორის რაღაცებს კითხულობდა. ხო არ დავიწყოთ გადაცემა. დავიწყოთ. აუცილებლად უნდა დავიწყოთ. განწყობა კარგი გაქვთ მე მგონი. ვინ არის პირველი? გადასარევი მე გამოვაცხადებ ამას შეასაქმეს ვერ გაწმევინებ? ამაშია საქმე.